დილამ მშვიდობისა მეგობრებო, ვაგრძელებთ მუშაობას, ეს არის დილის პალიტრა ტალღაზე FM 103.9. შეგიძლიათ ამ ტალღის პარალელურად Facebook გვერდზე მოგვიძიოთ რადიო პალიტრა FM 103.9 და უკვე ლაივსაც ადევნოთ თვალყური და უკვე ვიზუალურადაც იხილოთ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი. მე ვიტყოდი ჩვენი გადაცემის დიდი ხნის მეგობარი, ხათუნა მდინარაძე, ფსიქოკონსულტანტი და ამავდროულად ტრეინერი გვიერთდება. ხათუნა, დილამ მშვიდობის. დილამ მშვიდობის. იცი რა, ესე ტრადიციაა და უნდა მოგილოცო ყველა დღესასწაული ერთად, მაგრამ ცოტა არ იყოს უკვე ეს მილოცვებიც მომბეზრდა. იცი რატომ? დიდად დღესასწაულების მოყვარული არ გახლავარ. მით უმეტეს არც სადღე საახალწლო რაღაცა წინა საახალწლო ფუსფუსი კი ბატონო მიყვარს ძალიან, მაგრამ უკვე 1 იანვრიდან გაუთავებული ბელი დღესასწაულები აღნიშნა, მილოცვა, მისვლა, მოსვლა და ცოტა დაცარიელებული, რაღაცა გამოყრუებული ქალაქი, არც თუ ისე კარგი განწყობით დაბრუნება სამსახურში. მოკლედ ხვდებით ახლა, ასე ვთქვათ, მეორე მხარეს წარმოგიდგენთ ამ დღესასწაულებისა, დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა სტრესი იქნება. არ ვიცი, ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, რა სტრესი, რის სტრესი, ასეთი კარგი დღეები გვაქვს, ახალი წელი შემოვიდა, ყველაფერს ერთად აღნიშნავთ, მაგრამ არის ხალხის და საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომელიც ცოტა არ იყოს ისტრესება ამ მდგომარეობით. მათ ნაწილში მიგულეთ მეც. რა ვქნათ, როგორ შევიმსუბუქოთ ეს მდგომარეობა, როგორ დავიბრუნოთ ის რაღაცა განწყობა, სამსახურებრივი ენთუზიაზმი, мотиваცია, რომელიც წინა საახალწლო დღეებში ნამდვილად არ გვაკლდა, ამჯერად რა ვუყოთ ჩვენს განწყობას და გნებავთ სტრესსაც. დახმარებას ველით შენგან და პრაქტიკულ რჩევებს. კი ბატონო, მოგესალმებით. პირველ რიგში ულოცავ ჩვენს მსმენელებს, გილოცავთ თქვენს, მიუხედავად იმისა, რომ სტრესავს. რამდენად კმაყოფილი ხართ თუ არ ხართ. დავიწყოთ იქედან, რომ ბუნებრივია დღესასწაულის შემდგომი სტრესი თუ დეპრესია თუ რაღაც ეს პერიოდი, გამომდინარე იქედან, რომ საერთოდ პროცესი უფრო, ყოველთვის ასეა, ყველაფრის პროცესი უფრო სასიამოვნოა და შედეგთან მე როცა მივდივარ, გონია, რომ რაღაც მოლოდინი ხო სხვა გქონდა, არა და ყოველ წელიწად ერთი და იგივე ხდება მაინც. არაფერი განსხვავებული. ანუ ამ კუთხით კი ველოდებით ახალ წელს ეს პროცესი მოლოდინის მოწყობის, ნაძვისხის აწყობა იქნება იქ, სეკრეცანტა იქნება, საჩუქრები კორპორატიული იქნება თუ ისე და ეს მოლოდინის პროცესი გაცილებით უფრო სასიამოვნოა და შედეგიც ხო, ვისთვის როგორ პრინციპში და შედეგის მე ნაძვისხეს რომ გაღიზიანებს სახლში და ის დეკორაციებიც. შეიძლება ითქვას თან კულტურულიც არის რაღაც კუთხით, იმიტომ რომ ჩვენ გვჩვევია რატომღაც რაღაც მთელი წელი ახალი წელი. იანვარია უკვე ეს ახალი წელი, მთელი წელი ახალი წელი რაღაც, მთელი თვე ახალი წელი. მთელი თვე და მე რაღაცნაირად მობეზრების ფაქტორია ბუნებრივია. გარდა ამისა, პირველი რაც გვემართება ხოლმე ამ დროს და რაც იწვევს ამ ყველაფერს არის რუტინიდან ამოგდება. მიუხედავად იმისა, ჩვენ მოგწონს ვიღაცას, არ მოსწონს შეიძლება, ვიღაცა ფიქრობს რომ სტრესული სამსახური აქვს, სტრესული ცხოვრება აქვს, მაინც ჩვენი ყოველდღიურობა რიტმად არის უკვე ქცეული და შერწყმული ვართ ამ სასიამოვნო თუ თუნდაც არა მნიშვნელობა არ აქვს ამ ეტაპზე და მით უმეტეს თუ სასიამოვნო ადგილას მუშაობ, გიყვარს შენი სამსახური, შენი საქმიანობა და აქედან კიდე ამოვარდნა თუნდაც რომ დღესასწაული იყოს, რიტმიდან ამოვარდნა უკვე არის სტრესი. თუმცა ვფიქრობ აუცილებელიც ერთის მხრივ, იმიტომ რომ სულ წესრიგში ყოფნით სხეულიც, ფსიქიკაც, მენტალურად რაღაცნაირად იღლება და ეგ ამოვარდნაც არის ერთის მხრივ კარგი იმისთვის რომ ახალი წესრიგი დადგეს. ახალი წელიც ხომ ალბათ ეს არის ახალი წესრიგის დასაწყისი. ნუ თუმცა მისევე როგორც ყველაფერში აქაც შემოდის ზომიერება, კი ამოვარდით და ამოვარდით, თუმცა ახლა გვიჭირს უკვე ისევ ამ რუტინაში დაბრუნება და თავისთავად იწვევს ხასიათის ცვლილებას, იწვევს არ ვიცი გაღიზიანებას, ძალიან ბევრ ადამიანს ერღვევა სხეულის კორექცია და ესეც ერთგვარი სტრესია. ვიღაცა იკლებს, ვიღაცა მე ვიკლებ მაგალითად, იმიტომ რომ ახალი წლის დღეებში, იმიტომ რომ ჩემთვის ხო არ ვიცი, ეგ რაღაც ჭამასმა მიუღებელია, ფიზიკურად ვერ ბევრს გადამეტებულს და საერთოდ ვეღარ ვჭამ, ამიტომ მე ვიკლებ წონაში ახალი წლის დღეებში ეს რაღაც განსხვავება. ვინ როგორ ხო
ამიტომ შესაბამისად ხდება აქედან გამომდინარე, ვინ როგორ ისტრესება და ვინ როგორ არის კარგად, ამ რუტინაშიც დაბრუნება. თან ხშირად ეხლა ეს ნელ-ნელა როგორ მივუბრუნდეთ უმტკივნეულოდ ამ რუტინას, რა გავიხსენოთ, იცით რაღაც მეხსიერებაც წაიშალა თითქოს როგორ ვაკეთებდი ყველაფერს აქამდე. მე გეტყვით იმას, რომ საერთოდ არ არის აუცილებელი გაიხსენოთ როგორ აკეთებდი. ახალი რუტინა თუკი ახალ რუტინას შექმნი მთლად უკეთესი, იმიტომ რომ ახალი ნეირონული კავშირები დამყარდება თქვენს და ჩვენს თავის ტვინში და ეს არის ზუსტად სიახლე და თუკი რა თქმა უნდა მოგვიწევს რაღაცების გახსენება, ეს რა თქმა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. მგონი პირველი ეთერი იქნება დღეს, სადაც ვიტყვი, რომ არ დავიწყოთ ფსიქიკით და პირდაპირ დავიწყოთ სხეულით, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენთან ახლა გადაღლილი არის სხეული. თუნდაც არასწორი და არაჯანსაღი კვებით. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაც შეიძლება უფრო ჯანსაღად იკვებება, ვიღაც არაჯანსაღად, მაინც ამოვარდნა ხდება ამ კალაპოტიდან და პირველი რაც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩემი მხრიდან, ახლა სხეულის დავიწყოთ? არა, კორექციას არ გულისხმობ, სხეულის მოვლით დავიწყოთ და ეს არის პირველ რიგში სწორი კვება, ვარჯიში, ან თუ ვარჯიში არა, სიარული და ყველაზე მეტად მე რაც მიყვარს, ანუ ყველა ადამიანი ვქმნით ჩვენს წესრიგს. ჩვენი ცხოვრება ზოგადად არის ქაოსი და სამყაროც ქაოსიდან წესრიგისკენ. სულ ეს მიმართულებით. ნუ ხანდახან და ახალი წელი და დღესასწაულები არის ის, რომ წესრიგიდან ქაოსისკენ გადავდივართ პირიქით. ამიტომ ეს რაღაცა რევერსული მოძრაობა იქმნება და გვიჭირს მერე უკვე ისევ ამ წესრიგში დაბრუნება. თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ეს ამოვარდნები კარგია, უბრალოდ ისე ძველ რუტინაში დაბრუნება, ან თუნდაც ახლის შექმნა და წესრიგში დაბრუნება თავის წესებს მოითხოვს ისევ. ეხლა როგორ უნდა რომ ესე თვალნათლივ დაინახავ, შეიგრძნობ, მე კიდე უფრო მეტად დააფასებ იმ წესრიგსაც, ხო? კი, თან ორგანიზმი არის უკვე ორგანიზმს რაც გააჩნია რეზერვი, უკვე აი ამ დღესასწაულზე ყველა გაიხარჯა. დაიხარჯა და როცა ბრუნდები სამსახურში უკვე ის რაც გქონდა ყოველდღიურად საშუალოდ რამდენსაც ხარჯავ, გარდა ამისა კიდევ ნასესხები გაქვს სხეულის, ხო? და ამისი დასაბრუნებელი ვალი გიწევს. ამიტომაც ვართ უენერგიო, ანუ რაც გქონდა ის ბედნიერების რეზერვები, გართობის, ქაოსის, დიდი ხანი ძილის, კვების, არ ვიცი სადღაც წასვლის, სტუმრობის, იქეთ მისტუმრების, საბოლოო ჯამში რეზერვიდან იყო, იმიტომ რომ ჩვეულებრივ ყოფაში ჩვენ ჩვეულებრივად ამდენს არ ვიყენებთ. გარდა ამისა, ფინანსური მდგომარეობაც ახალი წლის დღეებში ძალიან ბევრი ხარჯი არის. კი ბატონო. ხარჯი არის და შესაბამისად ეს ყველაფერი აისახება ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და ვერ ვართ ისე როგორც უნდა ვიყოთ. თუმცა ბევრი მიზეზი გვაქვს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მაინც ყველაზე მეტად დაჩაგრული არის ამ დროს სხეული არასწორი კვებით, არასწორი ძილით და ცხოვრების წესით. ამიტომ პირველი ვიტყვი რეკომენდაციის სახით იმას, რომ დავიწყოთ ცოტა გავათავისუფლოთ სხეული და გადავიდეთ მსუბუქ კვებაზე. პირველი მძიმეები ჩამოვიშოროთ, რაც აბრკოლებს ჩვენს სხეულს. კი ბატონო, კი ეს მძიმე კვებიდან ცოტა მსუბუქ კვებაზე გადავიდეთ. გარდა ამისა, თუ კი გვიწევს და გვაძლევს ჩვენი სამსახური ამის საშუალებას თუ ლაიფსტაილ ცხოვრების წესი, ძალიან კარგი იქნება ფეხით სიარული. ან თუნდაც სავარჯიშო დარბაზებს, ვინც დარბაზში ვარჯიშობს, თუ დაუბრუნდებით, ჩემთვის პირადად ფეხით სიარულზე საუკეთესო თერაპია. ყველაზე კარგია, უალტერნატივოა ჩემთვის. კი ბატონო, და გადავედი უკვე დღესაც ახლა თქვენთან მოსვლამდე. სამაგალითო ხარ ხათუნ. და ყველაზე მეტი ისეთი ინდივიდუალური, რაც საერთო ჩვევებში არ შედის, რაც მინდათ, გითხრათ არის ყოველდღიურ რუტინაში დავბრუნდეთ ჩვენი წესჩვეულებებით. მაგალითად, ვიღაცასთვის რუტინის გასახალისებელი, თუნდაც იმ ყოფაში და თუნდაც ამ ყოფაში, სხვადასხვა არის. ვიღაცისთვის არის მაგალითად დილით შეიქმნას ყავით სასიამოვნო გარემო. ან შეიძლება პირდაპირ სეირნობას იწყებს, ან ვიღაცა ვარჯიშს იწყებს. არ ვიცი, ან შესაძლოა სამსახურში მოხვიდე და სანამ საქმეზე გადახვალ და მძიმე საქმეები, ამ დროს არ არის რეკომენდირებული, სასურველია უფრო მსუბუქით დავიწყოთ. აი იქ შექმნა შენი რუტინა, რომელიც არის თუნდაც აერზე ყოფნა 5 წუთით და ღრმად სუნთქვა. არ ვიცი, ვისთვის როგორ. ყველას თავისი აქვს. ხო, ყველას ვიღაცას აქვს ერთად ყავის დალევა ან ჩაის.
ვიღაცას მარტო თავის რაღაც სამყაროში. მე მაგალითად მარტო მიყვარს და ის 2 წუთი თუ იქნება თუ 5 წუთი მაქსიმალურად უნდა დავისვენო და უნდა ვისუნთქო სწორად. ვისთვის როგორია? ეს უკვე ნელ-ნელა გაძლევს სასიცოცხლო ენერგიას და სასიცოცხლო ენერგია როგორც კი აღდგება ფიზიკურით და ემოციურით და უკვე ფსიქოლოგიურით, ნელ-ნელა უკვე იწყება შეჩვევა იმ ყოფის, რომელ ყოფაშიც ბრუნდებით. ხო, აი ყველაფერი ინდივიდუალური როა. დაახლოებით რა პერიოდში დაუბრუნდება სხეული და სული ჩვენი ნორმალურ მდგომარეობას? გააჩნია გამოცდილებიდან გამომდინარე. რა ინტენსივობით მუშაობთ, როგორი სამსახური გაქვთ და თქვენი ხელმძღვანელის თუ ტოპ მენეჯმენტის მართვის სტილი როგორია? ვიღაცა იწყებს თავიდანვე ძალიან ისე ახალი წლიდან არ ვიცი უკვე თუ არის ეგეთი კომპანიები, უკვე აღარ არის. ძალიან შრომის მოყვარეობით და ეს რა თქმა უნდა სტრესულია, თუმცა ძალიან ბევრი ორგანიზაციას დღეს ისედაც გადის ამ ადაპტაციის პროცესს. უფრო მსუბუქი საქმეებით იწყებენ ეს ახლა არის ფაქტობრივად რეკომენდაცია მენეჯმენტისთვის, რომ გაითვალისწინონ თითოეული დასაქმებულის მდგომარეობა. კი ბატონო, იმიტომ რომ ძალდატანებით, ეხლა თუ კი აუცილებელია და გამოვალი სიტუაცია ეს სხვა თემაა, თუმცა სტრატეგიული მენეჯმენტი ზუსტად ამას ნიშნავს, შენ სწორად კონდეს გადანაწილებული რა დროს რა აკეთო და როგორ. ამ დროს შედეგი მიიღო. რა თქმა უნდა, ისედაც არ არის ადამიანები ამ დროს პროდუქტიულები და მით უმეტეს ეს თუ კი არის ძალდატანებით, შესაძლოა პირდაპირ გაგებით ძალდატანებით არა, თუმცა მართვის სტილიდან და ხასიათიდან უნდა გავაკეთოთ. ან თუნდაც არასწორად დაგეგმილი. არა მხოლოდ ხასიათით, რომ ვიღაცა ისეთი მენეჯერია, რომ ამას მკაცრად აკეთებს ვიღაცა ლაი და თუნდაც არასწორად იყოს დაგეგმილი, უკვე იწევებს უკუშედებს. მაინც არ გვაქვს ენერგია, მაინც ვერ გავაკეთებთ ისე, როგორც საჭიროა, ამიტომ უხარისხო კეთება ჯობია, რომ ხარისხზე აისახება პირდაპირ და კი ჯობია, რომ თავიდანვე იყოს ისე დაგეგმილი. ეს პერიოდი მსუბუქი საქმეებით დავიწყოთ, ნაკლებად საპასუხისმგებლო და ნელ-ნელა შევეჩვევთ. და თუ გამოვალი სიტუაცია, მაშინ ჩვენი პატარ-პატარა რუტინით, რომელიც ყველასათვის უნდა იყოს რაღაც ერთიანი და ამაში უნდა ვიყოთ ემპათიურები, იმიტომ რომ ბუნებრივი მდგომარეობა თანაბუგრძნოთ ერთმანეთს და გავუგოთ. იმიტომ რომ ადვილია ამ შემთხვევაში სხვისი გაგება ყველა ერთ სიტუაციაშია ფაქტობრივად. მე არ მინახავს, არ შემხვედრია ამ პერიოდში რაღაცა განსაკუთრებით გულანთებული ადამიანი, ან სამუშაოდ განწყობილი, ან რაღაცა ისეთი მოტივირებული, რომ ამაზე სად გაქცეულა, ხო რაღაცა ესეთი ის. კარგია, ამ რჩევებით, აი ამ ძალიან პატარა პრაქტიკული ხრიკებით და ნაბიჯებით უმტკივნეულოდ გადავიტანთ ამ პერიოდს. ვიღაცა ახლა მეტყვის, რომ საქმე არ აქვს, რაზე ლაპარაკობ, მაგრამ სულაც არ არის ასე და მინდა რომ ყველამ გაიზიაროს და გაითვალისწინოს, რომ ნამდვილად არის ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პერიოდი. იმ ხანგრძლივი შვებულებიდან ვგულისხმობ ზაფხულის შვებულებას, დაბრუნებაზე გაცილებით უფრო მტკივნეული პერიოდია. ზაფხულის შვებულებიდან ხშირ შემთხვევაში ბრუნდებით დასვენებულები. ძალიან კარგი ემოციები. ახალი წლის შვებულებიდან ბრუნდებით უფრო მეტად დაღლილები, განსხვავება არის. შეშუპებულები. თან მთელი იანვარი თითქოს დღესასწაულებია, მაინც ძველი ახალი წელი მოდის შობა არის აღნიშნავ ჩვენ ისე თუ ასე ამ დღესასწაულებს. ნათლისღება გვაქვს მინოობა. კი, 20 რიცხვამდე სულ დღესასწაულებში ვართ და 20 რიცხვის მერე ნელ-ნელა იწყება გამოსუნთქვის პერიოდი და ალბათ უკვე თებერვალში ვდგებით. ჩინელები რომ ახალ წელს თებერვალში აღნიშნავენ, მე მგონი ყველაზე ესეთი ბრძენი ხალხია, იმიტომ რომ სწორია ახალი წელი იწყება თებერვალში. იანვარი ფაქტობრივად გამოვტოვეთ. იანვარში სრულდება, მე ასე ვიტყოდი და ვიწყებთ უკვე წინა წელი, ხო, უფრო ასე ვიტყოდი. ჯერ კიდევ 2023-ია, მოკლედ დრო შევაჩერეთ. თუმცა ალბათ კიდევ ერთხელ მაინც ამით დავასრულებ, რომ ეს ქაოსის ეს დღესასწაულის არის აუცილებელი ჩვენთვის იმისთვის, რომ შედგეს ახალი წესრიგი და რომ გადავიტვირთოთ, მოხდეს ჩვენს ფსიქიკაშიც და ჩვენს სხეულშიც, ორგანიზმშიც. უღრმესი მადლობა შენ ამ რჩევებისთვის, ფასდაუდებელი რჩევებისთვის. ცოტა ისეთი უფრო მოტივირებული ვარ უკვე ნამდვილად განწყობით ჯერ. საქმეზე მერე გადავალ ალბათ მოგვიანებით. განწყობა ყველაფერი. განწყობით იწყება კი საქმე. მენტორი ხათუნა მდინარაძე, ფსიქოკონსულტანტი, ზუსტად აი ამ სწორი კონსულტაციებით იყო დღეს დილის პალიტრაში ჩვენთან სტუმრად მოსული. დიდი ხნით არ დავემშვიდობები მას, დაგვჭირდება მალე მისი დახმარება და დახმარებისთვის მუდამ მზად არის. დილის პალიტրա კი აგრძელებს მუშაობას.